16 ოქტომბერს მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა, რამაც როგორც ხდება ხოლმე დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი აღფრთოვანებით საუბრობდა ამ რეფორმებზე, ხოლო მეორე განათლების სისტემის დეგრადაციის მოლოდინში გადავიდა. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ სანამ შეფასებებს გავაკეთებთ, მოდი გავიგოთ, რა გეგმა წარადგინა მთავრობამ და რა ამოცანები დასახა. ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციის პირველ ნაწილში წარადგინა 7 გამოწვევა, რომელიც ამჟამად არის საქართველოს განათლების სისტემაში. ეს გამოწვევებია: ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. აქ იგულისხმება ის, რომ სტუდენტების 85% რეგიონებიდან თბილისში ჩადის სასწავლებლად, ამით დედაქალაქი იტვირთება, ხოლო რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ფერხდება. მეორე, რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა. მთავრობა გულისხმობს, რომ საქართველოში მოქმედებს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი და მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი იურიდიულად თანაბარი არის, ანუ თანაბარ დიპლომს გასცემენ ეს უნივერსიტეტები, სწავლების ხარისხი განსხვავებული არის. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად A უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სწავლების ხარისხი ბევრად აღემატება B უნივერსიტეტის იურიდიული სწავლების ხარისხს, მაგრამ მთლიანობაში ისინი გასცემენ თანაბარი რანგის დიპლომებს. ასევე ამ გამოწვევაში მოიაზრება ისიც, რომ ერთ ქალაქში შეიძლება იყოს, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ერთი და იგივე ქალაქში არის ერთი და იგივე ფაკულტეტები, რაც იწვევს რესურსების არაოპტიმალურ განაწილებას. მესამე არის უსისტემო საკადრო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ლექტორები მუშაობენ არასრულ განაკვეთზე, დაბალია მათი ანაზღაურება. მეოთხე, სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა. აქ იგულისხმება, რომ აკადემიურ პერსონალს არ აქვს განსაზღვრული მკაფიო ამოცანები საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში, სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაში. მეხუთე, სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის შორის. აქ საუბარია გამოწვევაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩაბარების მასშტაბი არ შეესაბამება შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. მაგალითად, პირობითად თუ 10,000 სტუდენტი აბარებს ეკონომიკის ფაკულტეტზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაზარზე არის 10,000 ადგილი, სადაც შემდეგ ესენი ზუსტად ამ პროფილით დასაქმდებიან. მეექვსე, გაუმართავი დაფინანსების სისტემა. ამ გამოწვევაში მთავრობის ხედვით პრობლემა არის საგრანტო სისტემაში. მაგალითად, ყველა ფაკულტეტზე არ უნდა იყოს 2250 ლარის დაფინანსება. ზოგი ფაკულტეტის სტუდენტი უფრო მეტად უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მიერ. და ბოლო მეშვიდე არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს გააჩნიათ გაუმართავი ინფრასტრუქტურა. აქ საუბარი არის იმაზე, რომ არის შენობები, რომლებიც საჭიროებს რეაბილიტაციას, ხოლო სტუდენტებისთვის საერთოდ არ არსებობს იაფი ხარისხიანი სტუდენტური საცხოვრებლები. ეს არის 7 მიმდინარე გამოწვევა, რომელიც მთავრობის ხედვით ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური პრობლემაა. შესაბამისად, წარადგინეს ამ 7 გამოწვევის გადაწყვეტის გზები. აქ კი უკვე ჩემ შეფასებებსაც შემოგთავაზებთ. პირველი გამოწვევა ხომ გახსოვთ იყო ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია და აქ იგულისხმებოდა ის, რომ რეგიონებიდან ძირითადად ყველა აბარებს თბილისში, შემდეგ თბილისი იტვირთება. მთავრობა ფიქრობს, რომ თბილისთან ერთად მეორე წამყვანი საუნივერსიტეტო კერა უნდა გადაიქცეს ქუთაისი. თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა უნდა მოიცვან საუნივერსიტეტო განათლების ყველა ძირითადი მიმართულება. ასევე რეგიონებში მოქმედი 5 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, თელავის, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და შესაბამისად განვითარდეს. თვითონ იდეა კარგია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. ზოგადად, საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და სოფლებში აუცილებლად მოიძებნებიან უმაღლესი დონის პედაგოგები და ლექტორები. ეს შეიძლება თბილისიდან ასე არ ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ მუნიციპალიტეტებშიც არიან. თუნდაც ერთეულებზე იყოს საუბარი, იქაც არიან უმაღლესი კვალიფიკაციის და კონკურენტუნარიანი მასწავლებლები, ისევე როგორც ლექტორები, რომლებიც საუკეთესო თაობებს ზრდიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ კი თბილისის მიღმაც მოიძებნება მაღალი დონის ლექტორები, მაგრამ სტუდენტური ცხოვრება ვერ იქნება ერთი და იგივე თბილისში და მაგალითად თელავში, თბილისში და პირობითად ახალციხეში. საქართველოს სამწუხაროდ ჯერ არ არის ისეთი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობა აქვს შემეცნებასა და გართობის მიმართულებით. იმ ქვეყნებში, სადაც გეოგრაფიული დეკონცენტრაცია წარმატებულად მოქმედებს, მაგალითად შვედეთში, იქ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ბავშვობიდან მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობები აქვთ გეოგრაფიული არეალის გაუთვალისწინებლად, გულისხმობ სწავლისა და შემეცნების კუთხით. აი ნახეთ, ბავშვი თუ ცხოვრობს სტოკჰოლმში,
და ის იქ დადის კინოში, თეატრში სწავლობს უცხო ენებს, რაღაც ახალ წრეზე შედის, ითვისებს ახალ სპორტს და თავის ნიჭს აძლევს მიმართულებებს, მეტნაკლებად იგივე პირობები აქვთ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ცხოვრობენ შვედეთის უკიდურესად ჩრდილოეთ რეგიონებში. ამიტომ სტოკჰოლმში წასვლა და იქ ჩაბარება მათთვის ერთადერთი განვითარების, შემეცნებისა და გართობის გზა ნამდვილად არ არის. შესაბამისად, თანახმარიან პერიფერიებსა და გარეუბნებში სწავლაზეც. მით უმეტეს, რომ იქ ინფრასტრუქტურაც უკვე განვითარებული არის ამისთვის. ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით არის. სტუდენტი თბილისში სასწავლებლად მიდის იმიტომ, რომ ის შესაძლებლობები გამოიყენოს, რასაც საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქი იძლევა. არც იდენტური ხელფასები, არც იდენტური პირობები, არც იდენტური გარემო არ არის მაგალითად თბილისსა და ზუგდიდში და ჯერ კიდევ დიდი ხანი ვერ იქნება. სტუდენტი, როდესაც თბილისში აბარებს, ის აბარებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, არამედ იმ შესაძლებლობების გამოყენებისთვის, რაც არ გააჩნია მშობლიურ ქალაქში. ამიტომ ჯერ დედაქალაქსა და სხვა ქალაქებს შორის ეკონომიკური პირობები უნდა გათანაბრდეს და ამის შემდეგ უკვე შეიძლება ფიქრი დეკონცენტრაციაზეც. სხვათა შორის, ვისაც არ გინახავთ ჩემი ვიდეო შვედეთიდან, გირჩევთ ნახოთ, იმიტომ რომ იქ არის ამ დეკონცენტრაციის კარგი მაგალითი და აშენებულია მთელი სტუდენტური ქალაქები. რესურსების ოპტიმიზაციის გამოწვევაში მთავრობა აპირებს, რომ დანერგოს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. ეს რას ნიშნავს? თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება ერთი ფაკულტეტი, მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტს და დანარჩენებს უკვე აღარ ექნებათ იგივე ფაკულტეტი. იმათ უკვე სხვა ექნებათ. ასევე მთავრობა აპირებს, რომ ბაკალავრიატი გახადოს 3 წლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1 წლიანი. საკადრო პოლიტიკის დახვეწაში მთავრობა აპირებს, რომ ლექტორები დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე და პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს მინიმუმ 10,000 ლარით. ამას მართლა გააკეთებენ თუ არ გააკეთებენ, ვერავინ ვერ გვეტყვის. ეს არის უბრალოდ ის გადაწყვეტის გზები, რაც წინა შვიდ გამოწვევას მიესადაგება. ასევე უნივერსიტეტში უნდა გაძლიერდეს კვლევითი საქმიანობა. ეს ნახეთ, საინტერესო არის, მეხუთე გადაწყვეტაში საუბარია, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომლის შედეგად განისაზღვრება უნივერსიტეტებზე კონკრეტული ფაკულტეტების კვოტები. შემდეგი არის, რომ უნდა დაიხვეწოს და გადაიხედოს უნივერსიტეტის დაფინანსების სისტემა და განისაზღვროს სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. და ბოლოში საუბარია, რომ უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, საგანმანათლებლო, კვლევითი, კულტურული და სპორტული სივრცეების გარდა, უნდა აშენდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საერთო საცხოვრებელიც. ეს არის ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, რაც მთავრობამ წარადგინა. პირველ ორზე, ჩემი აზრით, უკვე მოგახსენეთ, განმეორდები, რომ კი იდეა არის კარგი, მაგრამ ისევ და ისევ ქართული რეალობიდან გამომდინარე დეკონცენტრაცია სტუდენტის ცხოვრებას კი არ გაუმჯობესებს, არამედ უფრო გააუარესებს. დანარჩენზე საუბარი არ ცხირს, ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ კი ლექტორების ანაზღაურება არის დაბალი, ამიტომ უწევთ მათ აკადემიური საათების აღება და სხვა საქმიანობასთან მერე უკვე შეთავსება. ვიცით, რომ რიგი ფაკულტეტები არის გადაჭარბებული სტუდენტების მიერ და შემდეგ, როდესაც ეს სტუდენტები ამთავრებენ უნივერსიტეტებს, შრომითი ბაზარი არ არის მზად, რომ ეს რაოდენობა დაასაქმოს. ვიცით ისიც, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი შენობა რეაბილიტაციას კი არა, საერთოდ იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაში არის, რომ ახლის აშენება საჭიროებს და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე ფართო განხილვა გამოიწვია ირაკლი კობახიძის იმ იდეამ, რომლის მიხედვით სკოლებში შეიძლება მე-12 კლასი გაუქმდეს და დარჩეს მხოლოდ 11. ამ იდეას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ სკოლის მოსწავლეები 12 წლის ნაცვლად 11 წელს ისწავლიან, არამედ იმიტომ, რომ ეს იდეა არ მოდის თანხმეთრაში ბოლონიის პროცესთან, რომლის მიხედვით თუ ადამიანს არ აქვს დამთავრებული კონკრეტულად 12 კლასი, ის ვერ შეძლებს ევროპის უნივერსიტეტში სწავლას. უბრალოდ შეძლებს, მაგრამ ბევრად გაუჭირდება მოხვედრა. ირაკლი კობახიძე მე-12 კლასის გაუქმების და ევროპაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის შეზღუდვის არგუმენტად მიგრაციის შეკავება დაასახელა. რაც შეეხება ამ ერთგვარ მობილობას, ხო მიგრაციაზეა სინამდვილეში საუბარი. ვიღაც კონკრეტული ადამიანების პოსტების შემხვდა, რომ წუხან იმაზე, რომ მიგრაცია, ასე ვთქვათ, მიგრაცია შეექმნება გარკვეული ბარიერები. ჩვენ საუბრობთ რაზე ჯერ რო განვასოგადოთ, ჩვენ გვინდა რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატო უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები წავიდნენ ბრალად ქვეყნიდან? მით უმეტეს, რომ ბუნებრივი მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მით უმეტეს პირველი კურსიდან
მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია? თუ სკოლის მოსწავლეს მაინც უნდა დაამთავროს 12 კლასი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოშიც შეიძლება იყოს ამის შესაძლებლობა, თუ არა და ის ახალგაზრდებს ურჩევს, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, იქ დაამთავრონ მე-12 კლასი. სანამ ჩემ აზრს მოგახსენებთ ამ ყველაფრის შესახებ, მოდით ჯერ იმაზე ვისაუბროთ, საიდან გაჩნდა ეს 12 კლასი და რა არის ბოლონიის პროცესი. ნახეთ, განათლების ევროპული სტანდარტის მიხედვით სასწავლო სისტემა უნდა იყოს ერთიანი, მოწესრიგებული და თანაბარი. სადღაც რომ 11 წელია სკოლა, სადღაც 12 და ზოგან შეიძლება 10, ეს არის დეორგანიზებული მიდგომა და ვერ ექცევა ერთიან სტანდარტში. ყველაფერი ხომ უნდა იყოს სისტემური მიდგომით. ამიტომ 1999 წელს ბოლონიის დეკლარაციის მიხედვით განისაზღვრა სკოლებში 12 წლიანი სწავლება, ბაკალავრზე 3-4, მაგისტრზე 1-2 და დოქტორანტურაზე 3-4. ამ დეკლარაციას პირველ ეტაპზე 29, ხოლო უკვე ახლა 52 ქვეყანამ მოაწერა ხელი. სინამდვილეში ამ პროცესმა მართლა დაუდო საფუძველი განათლების სისტემის მოწესრიგებას და ყველა ამ ქვეყნის განათლების კონცეფცია მოექცა ერთიან ეკოსისტემაში. იგივე სტუდენტური შეფასება GPA რომ ავიღოთ, ესეც ამ სისტემის ნაწილი არის, ანუ ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის შენი აკადემიური მოსწრება არის გამჭირვალე და აღიარებული. ეს ამარტივებს მობილობას და რაც ყველაზე მთავარი არის, ქართველი სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ ამთავრებს უნივერსიტეტს და ხდება თავის დარგის სპეციალისტი, ისიც ზუსტად ისეთივე აღიარებული არის დანარჩენი ქვეყნებისთვის, როგორც მაგალითად ფრანგი სტუდენტი. ანუ მნიშვნელობა კი აღარ ენიჭება ეროვნულობას და ვიღაც ფრანგია, ვიღაც ბრიტანელი და ვიღაც ქართველი, არა, ენიჭება იმ დიპლომს, რომლებიც ამ სამივე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. ამ სტანდარტზე უარის თქვა ნიშნავს, რომ სტუდენტებისთვის ევროპაში სწავლის გაგრძელება გახდება რთული. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არა, მაგრამ ბევრად რთული, ძვირი და კიდევ უამრავ წინაღობასთან არის დაკავშირებული. ჯერ არ არსებობს აშკარა გადაწყვეტა, რა პრინციპით აპირებს სახელმწიფო იმ მოსწავლეების სურვილის დაკმაყოფილებას, რომლებსაც 12 კლასის დამთავრება უნდათ. რამდენიმე სკოლა იქნება, ვინც ამას უზრუნველყოფს, თუ სკოლამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს 11 იქნება თუ 12 მათთან სწავლება. თუ რამდენიმე სკოლა უნდა იყოს რეგიონში, მაშინ რამდენად შეძლებს იმას, რომ ზოგადი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ყველა მიიღოს. თუ სკოლამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს 11 იქნება თუ 12, მაშინ დავუშვათ თუ კლასში არის 30 მოსწავლე და აქედან მხოლოდ 10 უნდა 12 წლიანი სწავლება, რა გამოდის, რომ მასწავლებლებმა ამ 10-ის გამო უნდა აიღონ დამატებითი აკადემიური საათები თუ როგორ იქნება. ჯერ არ არის რაღაც მკაფიო პასუხი ამ ყველაფერზე. სიმართლე რომ გითხრათ, ეს გადაწყვეტილება მე პირადად უფრო პოლიტიკურ მოტივებზე დაფუძნებული მგონია, ვიდრე ის, რომ მიგრაციის შეწყვეტას გამოიწვევს. ქვეყნიდან საზღვარგარეთ წასული ადამიანების მთლიანი სტატისტიკა რომ ავიღოთ, სტუდენტები იქ უმცირესობა იქნება. თუ მთავრობას მართლა უნდა გადინების შეფერხება, მაშინ იმ კატეგორიას უნდა წაუხალისოს აქ დარჩენა, რომელიც ქვეყანას ტოვებს ფინანსური კრიზისის გამო. ადამიანები იღებენ სესხებს, იღებენ ვალებს, მიდიან ქვეყნიდან და მათი დიდი ნაწილი მართლა სამუდამოდ მიდის. თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი იცით, ვინც წავიდა სწავლის მიზნით და იქ დარჩა და ასევე ეს შეადარეთ იმ რაოდენობასთან, ვინც საერთოდ აღარ იყო უკვე სტუდენტურ კატეგორიაში და არც სწავლის გამო წავიდა საზღვარგარეთ, უბრალოდ წავიდა იმიტომ, რომ გადარჩეს ან თავის ცხოვრება გააუმჯობესოს. რა თქმა უნდა, რომ მეორე კატეგორია ბევრად დიდი არის ვიდრე პირველი. ჩემ პირად მაგალითზე გეტყვით, ჩემს უბანში ვინც წავიდა საზღვარგარეთ 100% წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ გადარჩეს. არც ერთი მათგანი არ იყო სტუდენტურ ასაკში და არც ერთი მათგანი არ წავიდა სწავლის გამო. ისინი წავიდნენ, რომ უბრალოდ გაიუმჯობესონ თავიანთი მატერიალური კეთილდღეობა. და რას აკეთებს მთავრობა, რომ ამ კატეგორიის გადინება შეანელოს? არც არაფერს. ზოგადად მე იმაში ვეთანხმები, რომ მე-12 კლასში ეროვნული გამოცდების შესაფერისი მომზადება ვერ ხდება და მოსწავლეებსაც და მშობლებსაც დაბალი ნდობა აქვთ სკოლის მიმართ. ამიტომ ბოლო წელს ყველა კერძო მომზადებაზეა გადასული. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, როცა კერძო მომზადების გარეშე და სრულად სკოლის ხარჯზე აბიტურიენტებმა უმაღლესი ქულები მიიღეს, მაგრამ ამას არ აქვს მასიური ხასიათი. ისე საინტერესოა, რით აზღავს მთავრობა იმ რისკს, რომ მე-11 კლასი არ დაემსგავსება ყოფილ მე-12 კლასს, სადაც ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ. ანუ რა გარანტია არსებობს, რომ 11 წლიანი სწავლების შემთხვევაში ბოლო წელს ბავშვები სკოლაში ივლიან. და ასევე მე არც ის არ მომწონს, რომ ინდივიდუალურად გადაწყდეს ვიღაცა 12-ის სწავლის თუ ვიღაცა 11-ის. ეს რაღაც არასისტემური მიდგომა არის. ვიღაცისთვის ანუ რა გამოდის, რომ სხვა განათლების პროგრამა იწერება, ვიღაცისთვის სხვა. კარგი იქნებოდა, რომ მთავრობას ამ ყველაფერზე პასუხი წინასწარ ქონოდა, რანაირად მოხდა საერთოდ ისე, რომ თითქმის 1 წელი იმუშავეს რეფორმებზე და ბუნდოვანი დარჩა მთელი რიგი საკითხები.
მაგრამ მე მაინც მგონია რომ პრობლემა ამაში არ არის და ცოტა ხანში გეტყვით მე რაში ვხედავ მთავარ პრობლემას. ზოგადად რა არის იცით რომ როდესაც ოჯახი ბავშვს პატარაობიდანვე ამზადებს იმისთვის რომ მან უნდა ისწავლოს საზღვარგარეთ ისინი რაღაც მექანიზმს მაინც მოძებნიან. რა თქმა უნდა ეს არ იქნება ისეთი მარტივი როგორც აქამდე იყო და სამწუხარო არის. ჩემი აზრით განათლება არის ფაქტობრივად ის ერთადერთი სფერო რომელიც არასდროს არ უნდა შეაფერხოს მთავრობამ თავის ჩარევებით. ეჭვი არავის არ ეპარება იმაში რომ მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები ვინც არიან და ლიდერები მათი შვილები აუცილებლად მიიღებენ ხარისხიან განათლებას ქვეყნის გარეთ ამაში გონი ეჭვი არც არავის შეგვაქვს მაგრამ უბრალო ადამიანებზე გადაწყდება ჯოხი. პრობლემა ჩემი აზრით სხვა რამეშია რაზეც როგორც წესი არავინ საუბრობს. ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ განათლების კონცეფცია სწრაფად ცვლადია. იმდენად სწრაფად იცვლება რომ განა ერთი ხელისუფლება მიუყვება თავის მიდგომას, არამედ ეს მთელი სისტემა შეიძლება შეცვალონ უბრალოდ მაშინ, როცა მინისტრი იცვლება. განათლების სისტემის მოკლე ვადიან პერსპექტივაში დანახვა და ამაზე მორგება ეს იწვევს მთლიანად სისტემის კრახს და თაობებს შორის სრულად აცდენას. მე რომ დავამთავრე სკოლა 10 წლის წინ და ვინც დაამთავრა 5 წლის წინ ან თუნდაც 3 წლის წინ იმდენად დიდი აცდენები არის ჩვენ შორის, რომ აბსოლუტურად სხვა პარადიგმებში ვართ. უნდა არსებობდეს განათლების დოქტრინა, რომელიც პირიქით ხანგრძლივ ვადაზე იქნება გათვლილი. მთავრობა საკითხს უნდა უყურებდეს შემდეგნაირად: როგორი თაობა მინდა მყავდეს 10 წლის შემდეგ. ამაზე პასუხი უნდა გამომდინარეობდეს ქვეყნის პოლიტიკის, გეოპოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების და სამყაროში მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე. მთავრობა მომავალ თაობას მისი მხარდამჭერად გადაქცევის ინსტრუმენტად კი არ უნდა მოიაზრებოდეს, არამედ საკითხს ისე უნდა უყურებდეს, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტიანად გადაიჭრას. ახლა რომ გვიკვირს რაღაც გასაოცარი ვიდეოები ჩინეთიდან, უზარმაზარი ხიდები, გიგანტური ტექნიკა, ეს ერთი და ორი დღის შრომის შედეგი კი არ არის, არამედ რამდენიმე ათეული წლის წინ განსაზღვრული განათლების დოქტრინის შედეგია. მათ ზუსტად იცოდნენ, სჭირდებოდათ ინჟინრები, ტექნიკოსები, კონსტრუქტორები, მშენებლები, ამიტომ საფუძველშივე დასახეს პრიორიტეტები და შემდეგ ეს მოარგეს მომავალ თაობებს. განათლების რეფორმების ასეთი არასერიოზული და ზედაპირული დამოკიდებულება იწვევს იმას, რომ თაობებს შორის იდეოლოგიური ბმები წყდება. ნაცვლად იმისა, რომ ეს რაღაც ერთიანი სისტემა იყოს, ვიღაც მოვა ახალი ტიპი, ვიღაც მოვა ახალი წევრი მთავრობაში, რომელიც თავისებურად შეცვლის რაღაცას, ამოიღებს რაღაცას დაამატებს და საბოლოოდ იმას ვიღებთ, რომ თუნდაც 5 წლიან პერსპექტივაში ასეთ პატარა ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა შეხედულების თაობა იზრდება. აბსოლუტურად სხვა არა, მეცაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში საწინააღმდეგო შეხედულება აქვს ამ თუნდაც 5 წლიან პერსპექტივაში. და იმას ვამბობ, რომ არის კი მესმის, რომ უნდა გქონდეს ინდივიდუალური შეხედულებები და ასე შემდეგ, მაგრამ არის რაღაც ფუნდამენტი, რაც უნდა იყოს ერთიანი, მაგალითად ქვეყნის საგარეო კურსი, პერსპექტიული დარგები, ქვეყნის უსაფრთხოება და ასე შემდეგ. თემას რომ დაუბრუნდეთ, იგივე ჩინეთს 10 წლეულობით ჰქონდა მიდგომა, როგორ განევითარებინა STEM უნარები თაობებში, ანუ მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. მათ იცოდნენ, რომ ეს მიმართულებები გვჭირდება, გვინდა ჩვენმა თაობამ გადაჭრას ეს პრობლემები და გამოწვევები, ამიტომ კაფიო გეგმა ჰქონდათ, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებდნენ. ჩინეთი ასევე თავის სტუდენტებს ახალისებდა საზღვარგარეთ სწავლაზე. თუმცა მე ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ეს სტუდენტები უკან დაბრუნებულიყვნენ. ზოგიერთ პროექტებში ასეთ ხალხს ენიჭებოდა პრივილეგიები და ისინი სიამოვნებით ბრუნდებოდნენ და სახელმწიფო განვითარებაში საკუთარი დიდი წვლილით შეჰქონდათ. აი ეს არის სწორი მიდგომა, რომ საზღვარგარეთ წასული სტუდენტი ან სპეციალისტი შენ დააინტერესო უკან შენ ქვეყანაში დაბრუნდეს და არა ის, რომ არსებულს შეუფერხო საზღვარგარეთ წავიდეს. წარმოიდგინეთ ჩინეთია, რომელსაც პრეტენზია აქვს ნომერ პირველ ტექნოლოგიურ ზესახელმწიფოებაზე და სავარაუდოდ, ასეც იქნება 21 საუკუნის ნომერ პირველ ტექნოლოგიური ზესახელმწიფო გახდება ჩინეთი. იქაც კი აცნობიერებდნენ იმას, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენი ცოდნა და ჩვენი გამოცდილება ვერ უზრუნველყოფს იმ სიღრმეს, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენ ახალი თაობის ცოდნა. ამიტომ კი ბატონო, წავახალისოთ რომ წავიდნენ, მაგრამ წავახალისოთ უკან დაბრუნებაც. სინგაპურიც ასევე იმ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივ ვადიანი დოქტრინა და ძალიან ზედმიწევნით კაცრად მიუყვება. ასე მინისტრი შეგეცვალოს და იმას რაც არ მოეწონება ცვალოს საგანმანათლებლო პროგრამაში, ანუ ფუნდამენტურ საკითხებს გულისხმობ, იქ შეიძლება დანაშაულადაც კი მიიჩნიონ. რაც თაობის აღზრდას ეხება, ეს არის ფაქიზი საკითხი, რომელიც 1000-ჯერ გააზრებული უნდა იყოს, არა პარტიული ჭრილიდან, არამედ ქვეყნის გამოწვევების კუთხით. და ასევე, აუცილებლად ამაზეც უნდა ვისაუბრო.
დაუკვირდით, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაც მსუბუქი ირონიით წერენ, რომ აი სადაც ხელოვნური ინტელექტი არის, რატომ უნდა გინდოდეს საერთოდ 12 კლასი, რატომ უნდა გინდოდეს უნივერსიტეტი, ან სადაც პროგრამირება არის, რატომ უნდა ჩააბარო ტრადიციულ ფაკულტეტებზე და ასე შემდეგ. ამ ზემოთქმულის ავტორებმა ამ მიდგომით ძალიან ბევრ ახალგაზრდას აუბნიეს თავგზა. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარება ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ საჭიროა შესაბამისი კადრების გადამზადება, მაგრამ ყველა პროგრამისტი ვერ და არ უნდა იყოს. თუ თქვენ საქართველოს ისეთი ქვეყანა გგონიათ, სადაც ახალი თაობის გამოწვევა მხოლოდ პროგრამირება და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტია, მაშინ იმედები უნდა გაგიცრუოთ. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს იმისთვის, მათ შორის გეოპოლიტიკური, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, რომ მხოლოდ ამ ორზე გაკეთდეს აქცენტი. ანუ მხოლოდ ამ ორით ვერ მოგვარდება ჩვენი ყველა პრობლემა. ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად ის მიმართულებაა, რომელიც აქტიურად უნდა ავითვისოთ. მოვახდინოთ მისი ინტეგრირება ჩვენს ყოველდღიურობაში და არსებული პროფესიების თანაშემავსებელი უნდა გახდეს. ქვეყნის განვითარება სჭირდება კომპლექსური მიდგომა, კომპლექსური პრაქტიკა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ახალგაზრდებს დავანახოთ მიმართულებები, მაგრამ ირონიით ვესაუბროთ და მათი პროფესია აბუჩად ავიგდოთ, სულ მცირე სწორი არ მგონია. ეს ისევ და ისევ მკაფიო დოქტრინის არარსებობის გამო ხდება. ძალიან მინდა ვწდებოდე და ეს ასე არ იყოს, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ეს არის ქართული ოცნების უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე ის, რომ რაღაც განათლებაში გარდამტეხი ცვლილებები უნდა შეიტანონ. რატომ ფიქრობ ასე? ხო, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ყოველთვის უჭირდა ახალგაზრდა ამ მომრჩეველში. ფაქტობრივად ეს იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი. იმას კი არ ვამბობ, რომ ახალგაზრდები რომელიმე ოპო ძალას ანიჭებენ უპირატესობას და მას აძლევენ ხმას. არა, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ქართული ოცნება ახალგაზრდებში არასდროს იყო პოპულარული. ძირითად წინააღმდეგობას მთავრობა იღებდა სტუდენტებისგან. ახლა ისე ჩანს, რომ უბრალოდ ამ აუდიტორიის დათრევას აპირებენ და რეფორმები მოარგეს არსებულ რეალობას. გავაკეთოთ ისეთი, რომ აკადემიური სფერო უფრო მივიზიდოთ, ლექტორები, სტუდენტები, გავხდეთ პოპულარულები სკოლის მოსწავლეებში და ასე შემდეგ. ამიტომ ამზადებენ რეფორმებს ამ მიზნის მიღწევისთვის. სხვა შემთხვევაში უკეთესი განათლების მიღებას რაიმე სახით წინ რატომ უნდა აღუდგიან და აბრკოლო, ჩემთვის გაუგებარია. და ასევე საუბრობდე განათლების სრულყოფაზე და მის მნიშვნელობაზე და პარალელურად ქვეყნის პრეზიდენტად ნიშნავდი ადამიანს, რომელსაც დიპლომიც კი არ გააჩნია, ეს იწვევს ორაზროვან ფიქრებს. იმედია მე ვწდები და მე მინდა ვწდებოდე და ეს მართლა არ გამოდგეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნამდვილად ემსახურებოდეს თაობის გაჯანსაღებას, ამას უკვე მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ხოლო ასევე შეგიძლიათ გახდეთ ჩემი ფასიანი გამომწერიც და პროექტის განვითარებაში შეიტანთ დიდ წვლილს. დროებით.